გუშინ 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობას რამდენიმე პირი დაესხა თავს. აქედან ერთ-ერთს იარაღი აღმოაჩნდა. საბედნიეროდ ჩვენმა თანამებრძოლმა ლევან ჯობავამ მოახერხა პირის განიარაღება. თუმცა რომ არა მოქალაქეების სწრაფი რეაგირება, არ ვიცით რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო წუხელ. უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენ საწინააღმდეგოდ აგორებული სამთავრობო ძალადობრივი პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ. რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა. მოძალადეების დაუსჯელობის სინდრომი თუ თავად სამთავრობო მედიებისა და მათთან ასოცირებული არხების მიერ წარმოებული პროპაგანდა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ უმალავს მაყურებელს ძალადობის შესახებ ინფორმაციას, ხოლო იმედი კიდეც ახალისებს პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმას. აქვეყნებენ ჩვენი თანამებრძოლების საცხოვრებელ მისამართებს. თავიანთ სახლებში ყოველდღიურად ატერორებენ. აშინებენ მათ მცირეწლოვან შვილებს და ოჯახის წევრებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ეგრეთ წოდებულ მთავრობას ვაკისრებთ. ჩვენ პირველივე დღიდან ვიბრძვით სიმართლისთვის და მიუხედავად იმისა, თუ რა ბინძური გზებით შეეცდება რეჟიმი ჩვენთან დაპირისპირებას, არ ვაპირებთ დანებებას. ვიბრძოლებთ, მანამ სანამ მოძალადეები პასუხისგებაში არ მიეცემიან. არ დაისჯებიან ის ძალოვნები, ვინც ჩვენი თანამებრძოლები აწამეს, სანამ რეჟიმის ტყვეები არ განთავისუფლდებიან და მანამ სანამ ხალხი არ დაებრუნებს სამართალს და დემოკრატიას. სიმართლისთვის ბოლომდე. მადლობა.